ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტოს პროექტის წარმატებული ჟურნალისტები ლიზი და მარიამ ძირკვაძეები. ჩვენი ტელევიზია 2024-25 სასწავლო წლის განმავლობაში უამრავი პროექტებით იყო დატვირთული. ეს იყო მილანი, ბაქო, თურქეთი, ესპანეთი. ამჟამად ვიყავით თურქეთში და თურქეთის შემდეგ იმერეთის ფილიალი საბერძნეთს დაიპყრობს. თუმცა სანამ ჩვენი იმერელი კოლეგა საბერძნეთის ზღვის სანაპიროსებს ეწვია, მანამდე თქვენი ყურადღება ჩვენსკენ მინდა მივაპყრო. 2025 წლის 10 აპრილი სასტუმრო, სადაც ჩვენ დავბინავით. ხერული ინკოგნიტოები და მომავალი თაობა. მარი, მოდით დროს ნუღარ დავკარგავთ და სესილის და თეკლას შევუერთდით. გამარჯობათ, ჩვენ ინკოგნიტოს მომავალი თაობა ვართ. მე მგონი გაგვიმართა პირველ კურსელები და თან ასეთი პატარები თურქეთში რომ შემოგიერთდით. მან ჩვენ ულამაზეს სასტუმროში და გვაბინავა. დილომშვიდობისა. მოგესალმებით სტამბოლიდან. ძალიან სასიამოვნო დღე დავიწყეთ. სხვათაშორის აღვნიშნეთ მე და ნეტამ უსასიმღერით დავიწყეთ დილა და ყოველი დილა აი ესეთი ღიღილით უნდა დავიწყოთ შუაგულ თურქეთში მეთქი. დღეს გველდება ძალიან საინტერესო დღე, მაგრამ სანამ ამას გეტყვით, ძალიან გამაყივართ ჩემი ინკოგნიტოებით. დღეს ვყავს წამოყვანილი წარმატებული მეოთხე კურსელი ნატამ ჭედლიძე, რომელმაც ესპანეთის საოცარი მასალა შემოგთავაზა და ასევე მყავს წამოყვანილი 4 ინკოგნიტოელი წყვილების სახით. ეს არის უფროსი თაობა ლიზი და მარიამ ძირკვაძეები, რომლებმაც მართლა უკვე დაიმკვიდრეს თავი და მაყურებელი უკვე როგორც წყვილს ყოველთვის ესე ელოდება და დამწყები პაწაწუნები სესილი და თეკლა, რომელიც პატარა დიასახლისების სტატუსით დღეს ძალიან მაგარ უგემრიელეს კერძს შემოგთავაზებენ, რომელსაც თქვენთან ერთად გააკეთებენ და მე ვფიქრობ, პროექტი, რომელიც ჩვენ ზოგადად ჩავიფიქრეთ სტამბოლში, რაც ჩამოვედით, მე მგონია რომ ძალიან კარგი და ყველაზე მთავარი ყოველი გასვლა იყოს პროდუქტიული. მე ვფიქრობ, თითოეული ინკოგნიტოელი სწავლობს, ცხოვრობს და ეჩვევა იმ უნარჩვევებს, რომელიც ცხოვრებაში ადამიანს აუცილებლად სჭირდება მოგზაურობისთვის. მოკლედ, იყავი ინკოგნიტოელი, იმოგზაურე მუდამ ჩვენთან ერთად, იყავი პოზიტიური და აი ხა განვიხილავდით მე და ნატა, რამდენად კარგად მუშაობთ, რაც ჩამოვედით გუშინ, დილით ადრე რომ ჩამოვედით, ეს იყო განტვირთვის დღე. მოკლედ, რაც თქვენ გუშინ ვიდეო მასალები ნახეთ, ეს იყო მე და ნატას განწყობა, აი ხა კადრს ვიღმარი და იმდენი იკისკისა, აი ეს უცნაური თევზი რომ ხელში დავიჭირე და მე კიდე შიშისგან გული მისკდებოდა და ამით ის ბედნიერობდა, მაგრამ არა უშავს, როდესაც გავალთ გემზე და თევზს რომ უართმევენ საჭმელად, მე ვიკისკისებ და ის შეჭამს ალბათ მშვიდად. გადაიღე. ვაი. აი, აღიაროჩიოზი. მოდი რაღაცინებს ახლა. აი, სუდანა. მე ის რა იყო? აი, მე რაღაცა თავი გაეცა. სასწაული რომ მეჭირა ხელში სასწაული. არ ვიცი, წამოდით. მოკლედ დროებით დაგველოდეთ, გამოგყავთ რაც მთავარია და ჩვენი გვერდის აქტიურობით და ბევრი ნახვებით თქვენ მიხვდებით, რომ ცხოვრებაში წვრილმანები ძალიან ბედნიერი შეიძლება იყოს შენთვის და ბედნიერების მომნიჭებელი. მე ესე მიმაჩნია. არ ვარ აი ესეთი ადამიანი, რომ რაღაცა ყველაფერში სასწაულს ვეძებდე, მაგრამ ცირედი წვრილმანით შემიძლია ვიყო ბედნიერი. მოკლედ იყავით ადამიანებო ბედნიერები, პოზიტიურები და ძალიან მაგრები იქნებით ცხოვრებაში. დროებით. მაშინ გამოვყვევით და ერთად დავათვალიერებოთ. ლიზი, მარი, კამერები მოიმარჯვეთ. მას გამოვყევით. დასასრულს მივახმოვ. თქვენ რა სიტყვით, გოგოებო? გეშვიდობებით, მომავალი იმედები და ახალი პროექტები. ნახვამდის. ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო შენგეოლდება. მოდი, აიხდინე ოცნება და გახდი ჟურნალისტი. საინტერესო ლექციები, სტუმრები, გასვლით და ადგილობრივი შეკრება. აუწყე ფეხი ცხოვრების რიტმს და იმოგზაურე ჩვენთან ერთად.
დაგვიკავშირდით ნომერზე 574 50 0094. გვიყურეთ და დაგვიმახსოვრეთ www.incognito.tv.gr. ტელევიზიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი მარინა კაპიჭიძე.